გამარჯობა, დღევანდელი ბუნების ძეგლების ვიდეო შეეხება ტალახის ვულკანებს. დღეს ვისაუბრეთ როგორ ხდება ტალახის ვულკანები და რატომ არიან ისინი საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები. ტალახის ვულკანი, რა თქმა უნდა, ეს არ არის დაკავშირებული ნამდვილ ვულკანურ პროცესებთან. აქ არ ხდება ლავა, გახურებული მაგმა, ამოფრქვევები. პირიქით, ეს არის ცივი, რბილი ტალახი, რომელიც ზედაპირზე ამოდის მიწისქვეშ დაგროვილი გაზების მეშვეობით. ღრმა შრეებში დაგროვილი მჭიდროდ ჩაკეტილი ბუნებრივი აირი აწვება წყალს და თიხას, ავსებს კრატერს და საბოლოოდ ტალახი პატარა ამოფრქვევით ამოდის ზემოთ. სწორედ ასე ფორმირდება მცირე ზომის კრატერები, რომელიც ზედაპირზე ქმნიან უცნაურ კონუსებს. ყველაფერი იწყება რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში, სადაც მძლავრი ქანების შრეებში გროვდება ბუნებრივი აირი. გაზი ეძებს გამოსავალს და გზად ხდება წყლით გაჯერებულ თიხას. გაზისა და თიხის შერევა ქმნის სქელ სუსპენზიას, რომელიც ზეწოლის გაძლიერებისას იწყებს მაღლა ზედაპირზე მოძრაობას. როდესაც ნევა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ტალახი ამოდის ზემოთ და ქმნის პატარა ზომის კრატერს. თუ პროცესი წლების განმავლობაში მეორდება, ყალიბდება მთლიანი ტალახის ვულკანური მინდორი ორმოებით, კონუსებით. სარწყავი არხი მსგავსად გათხრილი ნაკადულებით და მუდმივად მოხტუნავე ბუშტუკებით. ტალახის ვულკანები ეს არა მხოლოდ ბუნებრივი ფენომენია, არამედ ეს არის ფანჯარა დედამიწის წიაღში, რომელიც გვაჩვენებს თუ რა ხდება მიწის სიღრმეში. ტალახის ვულკანების ამბავი ამით არ მთავრდება. ყველა ტალახის ვულკანი ერთნაირი არ არის. ის რაც აქამდე მიმოვიხილეთ, ეს არის ცივი ტიპის ტალახის ვულკანები. მაგრამ არსებობს ცხელი ტალახის ვულკანების, რომელიც ვულკანურად აქტიურ რაიონებში გვხვდება. აქ მამოძრავებელ ძალას უკვე გეოთერმული სითბო წარმოადგენს. საქართველოში ტალახის ვულკანები გავრცელებულია კახეთის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი პოპულარული ტალახის ვულკანი არის ახტალა გურჯაანში. გამორჩეული ცნობილი ტალახის ვულკანებია ტახტიტეფა, ქილაკუპრა, ფორფოტები. თუმცა არის ერთი ნიუანსი, თლად ბოლომდე გარკვეული რომელი ტალახის ვულკანი კონკრეტულად რომელია. მაგალითად, წითელი წიგნის მიხედვით ფორფოტები არის ის ტალახის ვულკანი, რომელიც რუკაზე დატანილი როგორც ქილაკუპრა და ტურისტებშიც და ტურისტულ კომპანიებშიც ის იყიდება როგორც ქილაკუპრა. თავის მხრივ წითელ წიგნში ქილაკუპრა მოხსენიებულია როგორც ქვაბების ნამარხ ფაუნასთან ახლოს მდებარე ობიექტი და შესაბამისად ის სულ სხვა ტალახის ვულკანი გამოდის. ერთ-ერთი რაზეც შეთანხმებულია ალბათ ყველა, ეს არის ტახტიტეფა, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს, სადაც მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაც არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა ვისურვებდით, რომ მეტი შემეცნებითი ატრაქციები ყოფილიყო ადგილზე, რათა ტურისტს უკეთ გაეგო ამ ტალახის ვულკანების ფენომენის შესახებ. ტალახის ვულკანები როგორც წესი უსაფრთხოა, რადგან მათში არ არის მაღალი ტემპერატურა, თუმცა მათი ზედაპირი შეიძლება იყოს სრიალა და მყიფე, ამიტომ გადაადგილების დროს მაინც სიფრთხილეა საჭირო. ტალახის ვულკანები ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმის, თუ გეოლოგია, ტურიზმი, განათლება როგორ შეიძლება ერთ საინტერესო ეკოტურისტულ პროდუქტად ჩამოყალიბდეს. ამიტომ თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, რა თქმა უნდა, გირჩევთ მოინახულოთ ტალახის ვულკანები. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ტალახის ვულკანები, იგივეც რო ვულკანები, ეს არის ვულკანების მინიატურული ფორმები, რომელიც ვულკანებს ბაძავენ, თუმცა ვულკანისთან უმეტესობა მათგანს არანაირი კავშირი არ აქვს.